5 სექტემბრამდე გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასადგაცემის აქცია დაიწყო. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილური იუსტიციის სახლებში. აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა შეღავათიან ფასად დაიწყო. აქცია 11 აგვისტო და 5 სექტემბრამდე გრძელდება და პირთა კონკრეტულ წრეს ეხება. კერძოდ, სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც პირადობის ელექტრონული მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ, ან 5 ოქტომბრამდე უხდებათ და არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ასევე ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც აქამდე მიღებული არ ქონიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა, ID ბარათს შეღავათიან ფასად მიიღებენ. ასევე პირადობის ელექტრონულ მოწმობას შეღავათიან ფასად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც 18 წელი უსრულდებათ 5 ოქტომბრამდე და მათზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობები გაუქმდა, ან 5 ოქტომბრამდე გაუქმდება მოქმედების ვადის გასვლის გამო და ისინი არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ასევე ის მოქალაქეები, რომლებსაც 18 წელი 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ და მათზე გაცემული არ ყოფილა პირადობის ელექტრონული მოწმობა. აღნიშნული პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობას მეათის სამუშაო დღეს მიიღებენ ნახევარ ფასად, ხოლო ფოტოსურათის მომსახურების საფასურისაგან თავისუფლებიან